დედიკო. რა ლამაზი ხარ, დედიკო. დე. ბაღში წავიდეთ, დე. პაპამ და წაგიყვანოს? იუჰუ. მამა ჩემს ველოდრომს. მიაღზე როგორ არის. ნელა, მარიკო, ნელა, ნელა. წავედით. წადი დედიკო, წადი. შემომხედეთე. ვით არის ჩემი გოგო? ვით არის დე? გაიცინე, შენ რო იციდე. მარიკო შევიყვანე, ძალიან ბედნიერად გახარებული, კარგად გამოძინებული, დილითაური ტირა პირიქით სიხარულით წამოხდა და დედაც მშვიდად არის, რა თქმა უნდა. გიამ გადაგვიყვანა, გადმომიყვანა, ხო და თან გაჩვენებთ ეს დედა როგორი ლამაზია, ესე ჩაცმული, შავშარვალს ძალიან უხდება. გარეთ ერთხელ მეცვა მგონი თუ რაღაც არ მახსოვს და მგონი რომ ძალიან ლამაზია. თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან ბევრმა დამიწერეთ, რომ ეს ფერი გიხდებაო. ლამშიც მეცვა მე მგონი, ხო რაღაც არ მახსოვს. მოკლედ ეს არ მიდოდა ჩანდის, მაგრამ გამჭვირვალეა, ხო და მიფიქრე შავი ჩავიცვა, თქო შავი ესეთი ყელით იყო და არის ესე და იმედია ცუდად არ ჩანს. თქვენ რა სიტყვით. წავედით. აღარ არის ჭორაობის დრო. დროებით ახლა დრო ჩავიცვი, ახლა ამოვარდა ქარი. ხო და ვერ გავიგე მე ველოდრომა. ესე იგი მილიარდჯერ ვთქვი რომ ერთხელ უნდა ვესტუმრო უმის თქო აქ. ძალიან მაინტერესებს რამდენი შემეცვლება წარმოდგენა, იმიტომ რომ მე დიდად ხარ რომ გითხრათ მსგავსი საკვები მომწონს მოგატყუებთ, ამიტომ მაინტერესებს როგორი იქნება, როგორც აი კერძი რა ესე გაკეთებული და მგონი ძალიან საინტერესო იქნება. თქვენ რა სიტყვით. დღეს რამდენიმე ვერსია მაქვს მაწვნის კერძი გავაკეთოთ, სუპი. ან გუფთა კიდე რაღაც მინდა მილიონი წელია ხალხო კექსი აღარ გამიკეთებია, აი რა ვიცი რამდენი ხანია და მე მგონი დროა რომ კექსებს დავუბრუნდეთ. იმიტომ რომ ობა მიირთმევს ხოლმე დილაობით და მამა ჩემის მარიკო მეტნაკლებთ. დავუბრუნდეთ კექსების ცხოვრებას. აი რატომ არ შეიძლება რომ დაუშვათ რომ გინდა კაფეში შესვლა ნამცხვარს რომელსაც შეიცენ ზედე წეროს რამდენი კალორიაა. რომ არ იყოს ეს თავის მტრევა და ვარაუდებით გამოთვლა და მაინც ნორმალურად როგორც გამოთვლი. ხომ შეიძლება ეწეროს რამდენი კალორია და შენ უკვე იცი რომ ამდენი კალორია გაქვს იმ კონკრეტული ტკბილეულის სახით მიღებული. არ შეიძლება შვენიერი ინიციატივაა, მაგრამ რა ვიცი. თუ სადმე გეგულებათ მსგავსი ძალიან მეეჭვება, მაგრამ მაინც გთხოვთ რომ მომწეროთ, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე არსად არ მეგულება. ისე რომ ვიდეო კარგია, მაგრამ რა ვიცი. გიჟდები ამ პანტზე სიყვარული. ძალიან ლამაზი ზედაა სხვათა შორის. დაგიბრუნდით, ჩვენ უკვე სახლში ვართ. კარგი. ეს ხათ ანვარის რავჭლე. მაიცადე გაჩვენოთ. და მე მესვარჯიშა, იმიტომ
ჯერხილაბლა გადავედი და მე ტანვარჯიშე. ტანვარჯიშე მე ჭხილებზე რა. ანუ ნენეს ვარჯიშია და სანის და მარიამის ჩემი ვარჯიშია, აბარა. მარტო იმის კი არა. შემიც არის. აბა რა მოხდება? მარტო იმისი ხო არ იქნება. დედიკო, მიდი შენ ჩაალაგე რა მიგვაქვს ბებოსთან, კარგი? ესა. ხო, მიდი გაიწე დედიკო, ჩაალაგე მოემზადე საყვარელო. არა, ეს სამაგურია და არ უნდა ჩავდა, იცოდე და მიკარგე. ხო, კარგი დედიკო, გამოდი რაღაც უნდა ვუთხრა და მივდივართ საყვარელო. მიდი ერთი ხელის კრემი მომიტანე ჩემო სიცოცხლე რა მანდროდეს. მივესალმები ჩემს ერთგულ მაყურებელს და მინდა რაღაც გითხრათ გოგოებო. აქ არის საწახვედი დედი, მაგიდაზე დევს, აიდე. და ერთი რაღაც პატარა ის გადახვევა გავაკეთო, ასე ვთქვათ. რაც მოხდა ჩემს დოდონას ბლოგზე და გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი თვითონ ბლოგზე და ჩემს ოჯახშიც, იმიტომ რომ ანუ მეც მაქვს ბეჭდები. საყვარელო, უნდა ვისაუბრო 2 წუთით. მეც მაქვს ბეჭდები. ამიტომ ამაზე მინდა რომ ცოტა ვისაუბროთ. კი ბატონო და აჰა მოდი. გოგოებო. მე თვითონ. ცოტა უნდა მოიღო, ხო იცი? 1 წუთი დაადეთითი. მოკლედ Facebook-ზე ბევრი არ გინდა და დამხვდა კომენტარი რომ დავურთავ რა თქმა უნდა რომ არ გიხდება ეს დოდონა ჩემი გულწრფელი რჩევა და ეს არ იყო უბრალოდ არ გიხდება ეს იყო ძალიან არასასიამოვნოდ დაწერილი როგორ მირჩევს რომ ეს არის რაღაცა მდაბიო იუმორი და ასე შემდეგ. ანუ ვერანაირად რჩევას რომ ვერ მიიღებ რა. დამამცირებლად რო წერს ადამიანი. რაზეც მე ვუთხარი რომ დავურთავ ასევე რაც ვუთხარი და ამას მოყვა საშინელი აგრესია ხო ნუ ასევე საუბარი იმაზე იყო რომ მარიამს დავაცადო და მისგან ბევრი რამ შემიძლია ვისწავლო და ასე შემდეგ რადგან საკმაოდ გავღიზიანდი და ვუთხარი, ნუ რაც ვუთხარი, დავურთავ რა თქმა უნდა. მარიკო, 1 წუთით ვისაუბრო დედიკო, ვისაუბრო და მე შენი საუბრო, შევთანხმდით? შევთანხმდით დე? მოდი დედიკო, 2 წუთი რაღაც საქმე მაქვს და მე მივდივართ ისედაც ბებოსთან დე. ნახე, შეიძლება ბავშვი გიყვარს ჭყალებში რა და მის დედა ასე არასასიამოვნოდ გძულს და ვერ იტან რომელი ბავშვის სიყვარულზე მელაპარაკებით ახლა. ეხლა არ მოითხოვა, მაშინ მინდა კიდევ. არა. რადგან რა თქმა უნდა მოკლედ რო აგიხსნათ ხა პასუხი გავეცი. გაგიბრაშდები. და აქედან დაიწყო რაც დაიწყო. სრული კატასტროფა. რის გამოც ზუსტად ვიცი რომ უყურებს ჩემს ვლოგებს და მინდა გითხრათ რომ ისეთ დინებას გადარჩით. ალბათ არ გინდა მაშინ. ეხლა არც ერთი მამაკაცისგან მარიკო, ნახე, დედა საუბრობს. არც ერთი მამაკაცისგან მსგავსი არც კი მოგისმენიათ ისეთი დედის ტრიალს ხართ გადარჩენილები კუში. რაღაცა პერიოდის მერე წავშალე ეს სამარცხვინო კომენტარები, იმიტომ რომ ძალიან გამოვიდნენ წყობიდან ჩემი ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა ნამდვილად არ ჩაივლიდა მშვიდად ბუნებრივი, ამიტომ ავარიდე თავი და წავშალე, პასუხი საკმარისად გავეცი და მე უკვე სტორიში დავდე, აღარ გავუგრძელე მოკლედ ის ცირკი, რაც განახორციელა ვიღაც სამარცხვინო მდედრმა. კი, დედიკო. და მე თქვენ გაჩვენებთ სკრინს, რამდენად მდაბიო უნდა იყო ადამიანის გავსი კომენტარები დაუწერო ადამიანს. რომ მე მარიკოს მხოლოდ კარტოფილს და მაკარონს ვაჭმევ. რომ ჩემი ვლოგების ყურება ეშინია, იმდენად ვსტრესავ მე ჩემ შვილს და ნუ სად არიან სააგენტოები, რაღაცა მოკლედ ამდაგვარი შინა, არც ახლა ძალიან რა ჩაუღრმავდეთ.
რომ არის ძალიან შეშინებული, რომ არ ვაჭმევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაზეც რა თქმა უნდა წყობიდან გამოვედი. ბუნებრივია. ამაზეც რა თქმა უნდა პასუხი გავეცი და მე ყველაზე დასკვნით ის აი გულის ამრევი მისი კომენტარი, რა სიტყვებითაც მანმე შემამკო. რა თქმა უნდა ამის ქრენსაც ბუნებრივია დავურთავ და მინდა გითხრა რომ შეგიძლია თავი გამოყო რომ შეგაფურთხო სახეში, იმიტომ რომ სხვა მეც არ ამგონია იმსახურებდე. რაც შეეხება მუქარას რომ რადარებიდან გამაქრობ, სად ბანაობ. შემიძლია საჩივარი დავწერო და ყურებით მიგათხრიონ იმ ადგილას, სადაც საჭიროა. და არ გადამიკიდო, იმიტომ რომ პრობლემა არ მექნება აგერ არის ჩემთან ახლოს. ხო, თუ მიყურებ იცოდე, რომ ენა დაიმოკლე, თორე ხო იცი მიწიდან ამოგთხრიან. ხო, რაც შეეხება ნახე ჩემ შვილთან დაკავშირებულ ამბავს. არა დე, არ უბრაზდებით. რატო ვარ ვალდებული ხა ყველა უკმარასაც ჩემი შვილი იდებს, რა კერძაც მიირთმევს, ის თქვენამდე მოვიტანონ. რამე ვალდებულება არის, რამე კანონია, სხვანაირად YouTube არ მიმტკიცებს ვიდეოებს თუ ხო ხდება. დაბადების დღეზე არ წავიყვანთ, ხო? ხო, ჯერ არ მინახავს შვილს რამე ნორმალურ საჭმევდეო. რაც შეეხება იმ სიტყვებს შეარაქალო და შეასეთო, ალბათ დედა თქვენზე საუბრობდით, იმიტომ რომ თქვენ არის რო გააჩენს წარმომიდგენია რა კატეგორიის ოჯახში ბრძანდებით თავად და ვისი გაზრდილი ხართ და საერთოდ ვინ ხართ უკვე გასაგებია და მგონი ამას ქექვაც არ ჭირდება. როცა ამ ტონით მირჩევს ადამიანი ჩემი ბლოგის არსებობას და მე ვითომ ჩემი შვილი ძალიან უყვარს, ეს არის სასაცილო. რა თქმა უნდა მე ვუთხარი რომ ჩემს არ შეხებოდა, რადგან ქონდა რეაქცია რომ შეასეთო მე შეშოს უდად კი არ ვიხები თუ რაღაც. ადამიანი რომელიც მე ასე მეხება, ვითომ კარგად ეხება ჩემს არის სასაცილო. რა თქმა უნდა გამომეხმაურა ძალიან ბევრი დოდონელი, დოდონას ბლოგზე უამრავი გოგონა და შემომთავაზეს რომ ვინმე ფსიქოლოგი ხომ არა უყანოთ ამ გოგონას ალბათოს ასეც არ გმნიშვნელობა. ხო ჩახტე. გულწრფელად გთავაზობთ დახმარებას. რამდენიმე სეანსი შეგვიძლია დაგიფინანსოთ. თქვენში იმხელა ღვარძლია და იმხელა ბოროტება და იმდენი რამის კადრება შეგიძლიათ, რომ რეალურად ალბათ ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს თქვენთან, რა იწვევს თქვენში ამხელა აგრესიას. შესაძლოა თავად ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ ფსიქოლოგი ამაში აუცილებლად დაგეხმარება და ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე სეანსი დაგიფინანსონ, მე თქვენ გულწრფელად გთავაზობთ ამ დახმარებას, რომ თქვენში ეს ამხელა აგრესია რა იყო დე? რა არის? საჩვილო? არ არის დედა არსა და მიდი დედიკო და წავიდეთ. გულწრფელად გთავაზობთ. არა ქალებიც ის სიტყვებიც რაც მე მაკადრეთ, შეგიძლიათ დაითვალოთ სახლში რამდენი ყავთ. დარწმუნებული ვარ, ვინმე გეყოლებათ საკუთარი თავიდან დაიწყეთ. ამიტომ ასე რო არ ეჯავრებოდეთ ამდენ ადამიანს, რამდენსაც თქვენ შეჯავდით ხა გუშინა კომენტარებით. ჩვენ შეგვიძლია რომ ფსიქოლოგი რამდენიმე სეანსი დაგიფინანსოთ მხოლოდ 2 ან მაქსიმუმ 3 რაღაცნაირად შევაგროვოთ ახლა ერთი უფასოდ გიქნებათ ჩემგან, ჩემს ძალიან უახლოეს ადამიანს ვთხოვ და რამენაირად დაგეხმარებიან, დანარჩენი დაგიფინანსდებათ. სულ ეს იყო ამ თემასთან დაკავშირებით, რაც უნდა მეთქვა, ნებისმიერი მსგავსი რამ აღარ იქნება რაღაცა პოლემიკაში და იმ წამსვე დაიბლოკება და ამისათვის ვიზრუნებთ, რომ არც მე ვინერვიულო, არც ჩემო ოჯახმა და ასე შემდეგ. თუ მეტყვით ახლა რომ ვინ რამდენი გიჟია, ყველა დაწერს ყველაზე ასე ხوار ინერვებ და ასე შემდეგ. მოდი დამეწმუნდეთ რაღაცა კომენტარს და იმ კომენტარებს შორის რაც იყო არის ძალიან დიდი განსხვავება. და ხო, თქვენს ვიდეოებს ვერ ვუყურებ, მე შინია ისე უბრიალებთ შვილს თვალებსო და თქვენ ალბათ ვერც თვალის ბრიალით გაგაგებინეს ვერაფერი,
ალბათ ცემდნენ და იმითაც ვერ იგებდით. ხო, რაც შეეხება ძირს ბავშვს დაყრისო, ნუყრიო, მიუთითებო, თქვენ ალბათ საღორეში იზრდებოდით, ამიტომ მიჩვეული ხართ ნაგავში ჯდომას და ჩვენთან სულ სხვაგვარად ვცხოვრობთ, სულ სხვაგვარად მესმის ყველაფერი. ყველაფერს დაყრის დროც აქვს, ყველაფერს ალაგების დროც აქვს. ხო, სხვათა შორის ხა თქვენი მითითება, რომ ბავშვს სათამაშო ალაგებაში მივეხმარო, თქვენ დაბიომე, თქვენ ვერ მასწავლით. ამაზე ვღაღადებ 24/7-ზე, რომ ერთად ვალაგებთ ხშირ შემთხვევაში მე და მარიკო და ამას მოვუწყოდებ სხვებს და თქვენ რამდენი მაქვს? აღარ გინდა. დაკეცე. ასე, გახიედე. სიო, გეყოფა, გადმოდე გახლა და დაანებე თავი. მოკლედ, სულ ეს მინდოდა მეთქვა, კიდევ ერთი მუქარა და აუცილებლად დაიწერება თქვენზე აუცილებლად. არც თქვენი პოვნა არ იქნება რთული, მიუხედავად თქვენ fake account-ისა. ამიტომ ერთი ადგილი მიაყენეთ, თორე მიგაყენებინებთ, ჩემო კარგო. ოღონდ თქვენსავით დაბიოქცევებით არ. ჩემ შვილს ნამდვილად აღარ უნდა შეეხო და მეორე არ ახსენო და არც სუდად, არც კარგად, ასეთი ადამიანის ხსენება ნამდვილად ჩემ შვილს არ სჭირდება. ასე რომ მეტი პოზიტივი გაეცით, არ დაიხრჩოთ თქვენივე განავალში. თქვენ არ იცით მე ვინ ვარ და რა შემიძლია. და შემიძლია საკუთარი ინტერესების გამო გავაკეთო. ამიტომ თქვენ თუ არ იცით რას ნიშნავს ცუდი დედა და რაებს უკეთებენ დედების შვილებს, თუნდაც სოციალში რომელსაც თქვენ უყურებთ და ალბათ ალაიქებთ. ხა თქვენ აიჭვინის ადამიანის არ ამგონია სხვა მეტი შეძლოთ რამე. სავარაუდოდ ძალიან ცუდი დედა ხართ. თქვენაირი დედა, რომელსაც ასეთი რაღაცების წერა შეუძლია, კარგი მოვედი და მაპატიეთ, ცოტა გამიგრძელდა ჩემ ადამიანებს ვონები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვარ, დაგიბრუნდებით ხიარული ბევრად კარგი თემებით. ვიცლო ჩემთან მოვედით და გადაწყვიტა მარიკომ, რომ რატომღაც შია. სახლში არ ვაჭამეთ. ყავაც მოგვიდუღა, დაგვაბურა. თავისი ხელიდაც აჭამა, მე მშვენივრად დავისვენე და წამოვიდა. კარტოფილს დავთვლი და თან გეჭორავებით. აუ ეს განათება რა ძალიან უტყავს ხალხო საწაგიღოთ. ვავეყუდო მაინც. დავთვალოთ. ეს იმისთვის მინდა რა ქვია. უნდა გავაკეთო. უნდა მოვიხარშო მოკლედ თევზისთვის. და მივირთვა. დღეს ძალიან მინდოდა სიმართლე გითხრათ ტარხუნის ყიდვა და უკვე მარშრუტკას აი ეგრევე ისეთ ადგილას მივუსწარი სიმართლე გითხრა აღარ მივბრუნდი უკან, იმიტომ რომ მე кайხანი და დავლოდებოდი და ხა სიმართლე გითხრა დამეზარა. ვერ გავიგე საწავიღო რომ აი მშუქმა ძალიან არ შეგვაწუხოს. ღვიძლიც გამოვიღე და ის არის გაყინულია და რო გავყვება საღამოს უცებ რა უნდა მაგის გაკეთება ჩავხრაკავ ხავში და რაღაცეებში. რო საღამოსთვის ჩემს მეუღლეს და მამაჩემს ჰქონდეთ ვახშამი. გასმოგვიანებით გავაკეთოთ მოგვიანებით. მე როგორ ტალახიანდება ყველაფერი ერთად ისეთი ის არის რა ქვია. ესე იგი ამ ხელა ის მივეცი ფული ამ კარტოფილში და მგონი 4 ცალი გდია რა ვიცი მე. რა ღირსნე და კარტოფილი ხალხო. ჩემთან უბანში ძვირია ცოტა, ანუ როგორც ყველაფერი თითქმის და გასაგებიც არის, მაგრამ მე მაინც რა ღირს ამასთან. ორთქლზე მოვხარშოთ, ძალიან დასალაგებელია სახლი, მარიამი დარჩა ბებოსთან, მაგრამ არაფერთ არ გამოყვა, მაგრად ეძინება სხვათა შორის და მეთქი კაი შვილო იყავი და მე დამირეკეთ წავიყვან. ან მამაჩემს გამოატანენ მერე. აფრა წამოვ. ხო და ახლა კარტოფილს დავწკავ მე და ეგრევე სახლის ლაგება უნდა დავიწყო, იმიტომ რომ ყველაფერთან არეულობას ვერ ვიტან მეჯავრება.
იმიტომ რომ მოვიყვანე ეგრევე ბებოსთან გადავიყვანე, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა ცოტა მიირთვა მაწონი. რა გინდა ავარჩევინი ხარაში თავაზე ხარა და მაწონი მინდაო და ის წაბუსვი მარწყვის და შოკოლადის მუსი როა რაღაც რო ყიდულობ ხოლმე და ძალიან რო უყვარს, ნუთელაზე მეტად რო უყვარს, ეგ წავუსვი ცოტა და მიირთვა. მე რო გადავიყვანე ბიცოლა ჩემთან, იქ უყვარს ჭამა ძალიან რა, აი კარგად აჭამს ხოლმე ბიცოლა ჩემი. იმას რასაც აქაც ჭამს, მაგრამ ეხა ხო არ მიირთვა და შესაბამისად არ ეყო ეს მიღებული რაღაცა 5 კოზი მაწონი. ხო და ბებო მოდიო ეს უნდა გაჭამო რაღაცა და აღმოჩნდა რომ კი ბატონო, ქალ ბატონმა მშიერი ვარო. ხო, ეს ერთ ცალი კარტოფილი შევინახოთ, მარიკოს უნდა, მაგრამ არა, რას ვიზავ მარიკოს, იცით? ყველას მოვხარშავ და მე მოხარშულს შევუბრაწავ. ახლა გამახსენდა. ეგრე უფრო, რამე დედა ეს ძალიან მაწუხებს ბეჭედი. ეგრე უფრო გევრიელად მიირთმევს ხოლმე, კი. ეგრე ვიზავ, ამასაც მოვხარშავ და მე შევუპწყინებ სვეტიკო. ასე. რავი, დღეს შეება არ მოუნდეს, მაგრამ რავი, როცა მოუნდება. ხო და მშვენივრად მიირთვა ესა რა ქვია, წვნიანი ქალბატონმა ბიცოლა ჩემთან, გადასარევად. მოიკლა ჭამთავი. აი, რას გაიგებ ბავშვი. სხვაგან რომ მშვენივრად მიირთმევს, მათ შორის ეხლა მაგალითად ძე ხო ხშირად მოგვაქვს ხოლმე და შემთხვევაში ვასხავთ, ფუჭდება. და ჩემს ბიძაშვილთან ზედზედ ორჭიქას სვავს. იმიტომ რომ იქ ყველა პატარა ძეს მიირთმევს და მაგიტო ეს გადავყაროთ, აქ დავახროვე. ასე. ჭურჭელსაც მივხედავ, მაგრამ თავარი ახლა ეს მოვრჩემე, გოგოებო. მოდი გავრეცხავ, რომ შხრიალ მარში გაწუხოთ. ეს უკვე დავადგი, ურთქლზე მოვხარშოთ კარტოფილი. ამას რაც შეეხება, ეს არის მაში რა ქვია, წყალში, ცივ წყალში ჩადებული ნებისმიერი ხორცი, ცივ წყალში ჩადეთ მეგობრებო, იმაზე ბევრად მალე ღვება, ვიდრე ცხელ წყალში. აგერ გოგონებო, ეს მოიხარშა. აქეთ დუხდება გუფთან. ჩემი სიყვარულები ემზადებიან ჭადი და კოტლეტი. გოგოებო, ჭადს ცოტა მეტი დრო უნდა, ამიტომ ამ წამსომზე მაქვს დაყენებული, თუმცა კატლეტს ამ დღეს არ ვაჩერებ, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი იტირა და ჩაეძინა და გაღიზიანებულია ძალიან. ამიტომ არ მიყვარს ხოლმე, აი დაუშვათ ბაღიდან რომ მოვალ, სადმე წასვლა, აი არ მიყვარს რა, ვერიდები ხოლმე სულ, იმიტომ რომ მარიამი არის მერე გაღიზიანებული, იმიტომ რომ ეძინება და ხმა მისმოდა ბიცოჩმა გადმოიყო და კიბილწივილი მაღლით რა ხდება ტილო და გაუაზრებლად რაღაცა ჟოზე უნდა და რაღაცა ვერ გაიგურო უნდა და გადმოვიყვანე, ჩამოვიყვანე, ჩავიხუტე და 5 წუთში უგონოდ დაეძინა და ბიცოჩემს ვეუბნები და ეგ არის მიზეზი, რატოც ვერ გადმოდივართ სულ, იმიტომ რომ ორი გაღიზიანებული ეძინება, დაღლილია და ამის მოხარშვას შეხედო. რა არის ახლა საკითხი. ხო და ეგ არის თქო ვეუბნებოდი მიზეზი, რატოც არ მაშვები რა ვცდილობ, რომ ესე ძალიან ხშირად ვერ გადავდივართ მოკლედ რა, საბოლოო ეგ არის. ასე ჩავიდოთ კონტეინერში კვერცხი. ეს ხვალის არის, დღევანდელი არ არის, დღეს სხვა გექმები მაქვს. ხო, ამაში გახლავთ კომში და ვაშლი, მარიკოს მინდა, წვენი მოვუმზადო. ნატურალური და ამას რა ჯობია. არ არის ბევრი, ცოტა ვაშლია, ცოტა კომშია, თუმცა იმისთვის რომ მარიამმა კარგად მიირთვას, რომელი ხარ ბაყბაყდევია გამყავს, რო არის გადასვას. აბსოლუტურად საკმარისია, ცოტა ხა კერძები დგას, ყველა გაზიანთია თითქმის და ხარაფრის ის არ არის, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გავუკეთო კომპოტი. ხო და იმას ქნა რა ქვია. იქნებ მიირთვას, იმიტომ რომ უყვარს იცი სხვათა შორის მოსწონს, ანუ რამდენჯერმე რომ გავუკეთე, თითქოს მოეწონა, დალია, აქვს ხოლმე მომენტები, რომ საერთოდ არ უნდა, მაგრამ არის მომენტები, ხშირ შემთხვევაში უნდა მოკლედ რა. და ამიტომ
ვცდილობ ხოლმე რომ რაც შეიძლება ხშირად კონდეს ეს ყველაფერი თუნდაც ახლა რა უნდა გეხვეწებით ერთი რო იყიდო ერთი ვაშლი ერთი მითაც გააკეთებ სულ რომ ეხა ის არ იყიდო რა ქვია არიქა 5 კილო და 6 კილო ავავსოთ შაქარი მე ხო ის ამჭირს რა ქვია არ შემიძლია რომ სავსე არ იყოს რაღაცა მემართება არ ვიცი ეს რა არის წიკი გუფთა ფაქტობრივად სრულდება გოგოებო ასე ის მინდოდა მაწვნის სუპი ან რაღაცა გამეკეთებინა მაგრამ გუშინაც ვკითხარი თუ არ ვიცი როდის გითხარით გუფთა მინდოდა მოკლედ რა ან გუფთა ან ის და მეთქი ბარე მოდი გუფთას გავუკეთებ თქო ასე ესეც ასე თუ სახში მოგიპოვებათ ხილი რა თქმა უნდა მეტნაკლებად ხარ გვაქვს ხოლმე ხო ყიდულობთ ოჯახში მით უფრო ვისაც ბავშვები ყავს თუნდაც ერთი ვაშლი რო გქონდეთ და ერთი რაღაც ვაიმე გაიხაცება დაბახია ვერ გავიგე მოიცა ამაში რა ყარია მოიცა გოგოები მოკლედ სულ სხვა იმაში გადავყარე რა ქვია შაქარი და მოდი ბრინჯით შევყაროთ ასევე მიყვარს როცა საწავიღე ხო არ იცი თავსახური შემთხვევით მე მაინც ხო არ იცი ვაიმე მაგარის კლეროსი აუ გოგოებო რა მიყვარს იცით დღეს რო ვიჯექი ესოში მომირდა საიდანღაც არ ვიცი აი ეს ეთყობა ძალიან მინდა და ეს წარმოსახვითი ის ჩავრდე ალუჩა ოღონდ ციფი ალუჩა მე არ მიყვარს აი რბილი რო არ შემიძლია მაგას ვერაფრით ვერ შევჭამ მიყვარს კაი ხრაშუნა ოღონდ ეგ კი არ მომინდა აი წეწუნები რო ამ ხელები აი ესეთი პაწარწუნები რო ჩიქით რო იყიდება ჩემ თანამშრომელი მოუწდება 60 ძირი მიდგა სახლში ვაიმე მე უთხარი რო წამოიჩიტებიან მომიტანე კევეტრე ამოვულიოთ გუფთარ შენი ჭირიმე მე უთხარი მომიტანე აი მე ძალიან მიყვარს ხალხო ძალიან აიმე ეს ყოფილა ხალხო აქამდე სად ვიყავი ნეტარება დადე ის ვიყავი აქამდე ის რაღაცა თემუს ხლამით რო ვიშლიდი ნერვებს ასე სუნელებიც ჩავაყაროთ მოკლედ ხვალინდელი ჩემი სადილი მზადდება ის რა ქვია მოკლედ ყველა ოჯახის წევრს აქვს საკვებ 2 დღის დამანებონ თავი ხო ღვიძლად გამიკეთებია მაგას გვიან გავაკეთებ რა უნდა ეხა მაგას მოვხარშავ და მე ცოტა ჩავხრაკავ და ეგარ ასე ხო ვინც ჩემი შვილის კვებაზე ასე ძალიან ნერვიულობთ შეგიძლიათ მობრძანდეთ პროდუქტებს მე მოგიტანთ გაუკეთეთ და იქნება რამენაირად ისე გააკეთოთ რომ თან მიირთვას დიდი მადლობა წინასწარ ასეთი ამბები გოგოები ეს უნდა დავგახვა უკვე ცოტა ის გავუკეთო რა უნდა ხა ცუცებ წამოდუხდება ეგრევე მეტი არ უნდა ბევრი არ უნდა მოკლედ ამას კი იცით არა აქ ყველა დიდი ქვაბები მაქვს მას ვიზავ რა ქვია სხვა რამეში გავაკეთებ მოკლედ ოღონდ სახლონა დავალო რას გავსიცით ხალხო ეს არის რო ვაკეთებ აი ეგრე ასეთი ამბები მოკლედ გოგოებო დღეს არ ვიცი ალბათ ძალიან მოსაწყენი ვარ დღევანდელ დღეს მაგრამ რა ვიცი ხდება ხოლმე ხან ისე ვარ ხან ასე ხო იცით რა და დიდს მიყურებთ დიდი მადლობა დიდი მადლობა ხო და
ხვალ ბევრად უკეთეს ხასიათზე იქნება და ბევრად მოტივირებული, რა თქმა უნდა. არც დღეს არ ვარ ცუდ ხასიათზე, როგორ თქო ცუდ ხასიათზე არა, უბრალოდ აი მარიკომ რო ბევრი იტირა და რო ჩაეძინა და ეს რაღაცნაირად ემოციურად იმოქმედა რა და თან ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ბევრი გავაკეთე და კიდე ბევრი დამრჩა და ცოტა ის მჭირდება აი თან ვიდეოთან ის ერთად რაღაცა დღეს ვერ მიხერხდება და ხვალ სტარტული დღე მაქვს რეჟისორი მოდის და ბევრად დატვირთული დღე იქნება. ამიტომ შემთავისისას დავიტოვებ ცოტა პაწაწინა დროს გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ მიყურებთ, ხან მიძლებთ, ხან არ ვარ გასაძლები, ხან გასაძლები ვარ, მოკეთ როგორც ყველა ყოველთვის. დიდი მადლობა. ხალხო, დილის 7 და რო იწყებთ კომენტარების წერას, როგორ მძულ ხარ, რას გავხარ, როგორ მძულ ხარ, გავიგე. დაიცადეთ. მოთეიდე ჯერ. უიდე. ბაი. მარინას ქმრის შეყვარებულო, ვიცით, რომ თელი სამეზობლოს Facebook-ებს უყურებ და ოგრიტი ზიხარ. მოგმართა ოჯახის სახელით. წაიღო ოჯახი და ნაგავი. მარინას ქმრის სახით. დიდი მადლობა. არაფერში გამოსადეგი კაცია გამზადდება და არ ინტერვიულოთ. შეგიძლიათ ჯვარც დაიწერო. თუ გინდა, ისე რო იცოდე. ახლა კარგად ვიცით, რომ ეპოტინები მინდა გითხრა, ჩემგან ისისხა 50 ლარი, რომ შეითვის მოეტანა ია. და თუ არ დამიბრუნდეს, ხო? მოვალ, მოგზებნი და ორივე ჩაგახტებით ხახაში. ხვალ მიდახალხო სამსახურის გაცდინა. ახლა წყალში ტაშში მაქვს ფეხები ჩაყრილი ყინულიანში. იქნება ცოტა შემაციოს რომ დამაჯერებელი ვიყო. რომ ვითომა გავცივდი რა. ხალხო არ სჭირდება ქმარსა 700.000 რეკვა დღეში. არა, ანამდენი ნერვებისა და გაქვს. ანამდენი ანგარიშებისა და მე არ ვიცი ახლა მე ჩვენ ახი ვართ 15 თეთრული და მე ყოს ახლა ზარის გაშვებაში მე ხوار დავრეკავ ყველგან თვითონ დამირეკავ ხო ვისაც უნდა ვისაც საქმეა ხო და ვიცა მომენატრებას არ სუშვებ ხო და მიჩი მარტი არ დადის ყოველ ჯუჯი ურეკავ სადახარ სიყვა ის გეტყვით სამსახურში მე რა ხდება ხახო თუ ღალატი უნდა ხო აბა გაიატკეცეთ მაინც გიღალატებთ ახლა ძალიან გაიგებში სამსახურში თუ კოსმოსში გულაობს ვერ გამიგი ახლა ხო всё კანეც დაიხჩნი კაცები ასე თევზები ვითაქ თვალები გადმოყრილი მიეცით რა თავისუფლება რა მიეცი შეკაი მამიტაშვილო თავისუფლება რა უნდა უფრო გიღალატებთ ახლა კაი რამე მოვიგონე უფრო გიღალატებს ახლა მეტი საქმე არა მაგ ხო 7-ჯერ ულეკო დღეში უფალო ეგრევე წევა დამარტყავს ხო არც თვითონ არ დამირეკო დღეში 7-ჯერ რა უნდა რატომ მირეკავს როცა ჭვიანობა ხალხო აგერ ხვალები უფრინავ კოსმოსში რაღაცა თვით უნდა ავიმაღლო ცნობიერება რა ჭვიანობა მეტი საქმე არა მაგ ახლა მიღალატებს და კარი მაჯდი თუ და მარცხნივ თუ და ვაფშე ფანჯი და გადავიდე ჩემთვის სულ ერთია ხო ვერ გან სტრიპტიზ ბაში კვარს ვერ გავუშვებ რატო რა ხდება სტრიპტიზ ბაში გარდა იმისა რომ ქალის გადა ბოძებს ზრიალებს ასე თუ ძალიან გიდა გერაცვარე დაიგი ოთახში ბოძა შემობზრიალდი ახლა მე რო შემობზრიალდი ყველა ჯვარი წერია ჯერა ხო ვერ ჩამოვხსნიან ვაიმე და მე ვერც ერთი ტრამატოლოგი ვერ ამაწყობს ხო ყველა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთო ზოგმა ბოძები ბზრიალო ზოგმა სცენაზე ვითამაშო ზოგმა სადილი ვაკეთო და ზოგმად კაცი ზოგმად კუცი ვისაც როგორ აუდა ხა ჩემი საქმე არ არის ხახო თუ ღალატი უნდა ხო მაინც გიხალატებს ხო როგეტყვის სამსახურში ვარ როგეტყვის იქა ვარ როგეტყვის გზაში ვარ მაგ დროსაც შეიძლება ხო აეთ კაცით კუში პაში პუსი ხო იყოს ერთ ამბავში ძალიან არ გაიგოთ ახლა ცოლები არ ღალატობენ ქმრებს დავიჭერო გითვალთვალებთ იცოდე არ არიან ეგეთი ცოლები მე და ჩემამზე ახლა არა თქვათ არავინ ხო ვიკრავთ თავს ტყუილები არ მიყვარს ღალატობენ ახლა მაგათ რა უნდათ კარი ბაჟი ამ ფანჯრიდან ხო
არ აქვს ნიშნობა ქალი უღალატებს, კაცი უღალატებს, ღალატი ხალხო არის ღალატი, მოჩა წერტილი. მძიმე ვარავთა შემთხვევაში წერტილი. ვაფშე ჯახილი ჯობია, ჯახილის ნიშანი ჯობია, ხო? საერთახარ 24/7-ზე. მერე გადასამოწმებლად რომ რაღაც ახალ ნომრებს იღებთ და ზარს უშვებთ, აბა რა ხდება, ხმები გაიგოთ და აბა მერე მესიჯებს რო წერთ, ვითომ სხვა ხართ. და თუ გაგეცნოთ, ხო, всё დაფარებულია ცხოვრება. რა არის ხალხო ეს ახლა? რა ქცევა გაბჭირთ მამიტაშვილებს. ჩემი კვარი რესტორანში უჩემოდ ვერ წავა, რატო? კაბაბი გაეჭხირება ყელში თუ რა ხდება? რატო ვერ წავა მაგალითად? თუ შენოდ ვერ გადაიხდი, თუ რა ხდება? რატო ვერ წავა? კარგათაც წავლებ, წაჭავალ. კარგათაც დავლებ, კარგათაც ვიციქო და მოვალ სახში. ხო? ასე უნდა ქნას კაცმაც. მიეცი თავისუფლება, ხალხო, მიეცი რა. არ ვიცი, მალადეს ამ კაცების ნერვებს, მალადეს. მაგრამ ზოგი რამდენი კაცი ესე რომ ურეკავს, ამასადარი დედა, ამასადარი ხო სახში ხარ, ხო სახში ხარ. სახში ვარ. ხაჯი დავიყურები. რატო დავიყოს სახში, რა ხდება? რამე ფაზაკლება სახლებზე თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ხალხო, ერთმანეთს მივჭეთ თავისუფლება. ნახე როგორ მოგვეწოდება. აიგებთ ეჭვის დონეზე რაღაცა, ეჭვი რო გახდა Facebook-ზე რო დააწერთ ხოლმე. ვუყვარვარ ქმარს, მაჩუკა ქმარმა, რომ ვითომ გამოგონილი ვიღაცა ხაზე რო გახდა ეჭვები რო იმას აიკითხო და გასკდე გულზე. ვაფშე ფეხებზე კიდია იმ ხალს. თქვენი გულები, თქვენი ფიფკები და თქვენი ისა ლავსთორები. ზურგს უკანა იცინი, ძალიან ნუ დაწერთ ხალხო ეგეთ რამეს რა, ძალიან გევედრებთ. სასაცილოები ხარ, ახლა მინიმუმ ხარ სასაცილოები. და მე რო დააწერთ ისა მაგალითად შორე გელა და შვილების სახელებს და საოსახელებს. ბოლოში გული. დააწერე რა ვინ ხარ რა თუ და მაგას ქმარი ბიძაშვილი და მამიდაშვილის შვილი ხო? რა ჩემი საქმეა რატო ვინერვიული ახლა ვარა. რა ვიცი.